მნიშვნელოვანი თემით, რადგან არქეოლოგებმა თურქეთში სავარაუდოდ აშოტ კურაპალატის საფლავი აღმოაჩინეს. არტანუჯის შიდა ციხის ტერიტორიაზე წმინდა პეტრესა და პავლეს ეკლესიის აფსიდის ქვეშ არის განთავსებული, ვარაუდობენ დიდი ხნის წინ დაკარგული ქართველი მეფის აშოტ პირველის, აშოტ კურაპალატის სამარხია, რომელიც შუა საუკუნეების საქართველოს ფორმირებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა. ეს აღმოჩენა წარმოადგენს პირველ არქეოლოგიურ დადასტურებას იმ ისტორიული ცნობებისა, რომლის თანახმადაც აშოტ კურაპალატი არტანუჯში დაკრძალეს. რა მნიშვნელობა აქვს ამ ფაქტს ჩვენი ქვეყნისთვის ახლა უფრო ვრცლად ჩვენი სტუმრისგან ისტორიკოსი ლერი თავაძისგან მოვისმენთ მეტ ინფორმაციას. დილო მშვიდობისა, მოგესალმებით. დილო მშვიდობის. ალბათ მადამ სანამ დადასტურდება ეს ყველაფერი საკმაოდ დრო არის გასავლელი, თუმცა თუ ნამდვილად ასე იქნება და დადასტურდება, რა შეიცვლება ამ ფაქტით? ხო, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია. თავად ასე იგი ეს აღმოჩენა ადასტურებს იმას, რომ ეკლესიაში, რომელიც ცნობილია როგორც მოციქულთა ეკლესია, როგორც მოციქულთა პეტრე და პავლეს ეკლესია, ჩვენ ისტორიული წყაროებიდან, სადაც მდებარეობდა აშოტ კურაპალატის საფლავი, ვიცით რომ ძველი ქართველი მემატიანის სუმბატ დავითის ინფორმაციის მიხედვით, ის მას შემდეგ რაც ტრაგიკულად დაიღუპა, ეს არის 826 წლის იანვარი, დაკრძალეს, სწორედაც რომ ამ ეკლესიის ტერიტორიაზე. თუმცა საკუთრივ საფლავი აღმოჩენილი და დადასტურებული არ იყო არქეოლოგიური შესწავლის შედეგად. დღეს თურქმა მეცნიერებმა განაცხადეს, რომ მათ იპოვეს ეს საფლავი და სახეზეა პირველი შემთხვევა, როდესაც ესე იგი ამ ეკლესიის ტერიტორიაზე აღმოჩნდა აკლდამა, სადაც შესაძლოა იყოს აშოტ პირველი კურაპალატის, აშოტ პირველი დიდის საფლავი, ასე რომ არ არის გამორიცხული, რომ მართლაც ადგილი გქონდეს პირველი ბაგრატიონი მეფის საფლავის აღმოჩენასთან. ადამიანები, ჩვენ ვისაუბრეთ ეთერში შემოსვლამდე, რომ ნეშტი არ არის ნაპოვნი. ასეთ დროს რა დამატებითი კვლევების ჩატარება არის შესაძლებელი, ვთქვათ, პრაქტიკიდან გამომდინარე, რომ დადასტურებით უკვე ვთქვათ, რომ საფლავი ნაპოვნი. ხო, ეს ცოტა გარდა ვთქვათ იმ ისტორიული წყაროებისა, რომელზეც მანამდე ისაუბრეთ. დიახ. ანუ ეს ცოტა რთულია, მაგრამ პირველ რიგში ალბათ თავად საფლავი უნდა შეისწავლონ კარგად, თუ დადასტურდა ის, რომ ის არის ამ შემთხვევაში მე-9 საუკუნის, როდესაც ზუსტად ვიცით, რომ აღესრულა აშოტ პირველი, ეს არის 826 წელი, როგორც აღნიშნე. ამ შემთხვევაში კიდევ უფრო მეტი ალბათობით შეგვეძლება ვთქვათ, რომ ეს საფლავი ნამდვილად მეფეს ეკუთვნის. პლუს ამისა ალბათ არქეოლოგიური გათხრებით დასრულებული არ არის, კიდევ შეიძლება აღმოჩნდეს რაიმე, შეიძლება წარწერაც აღმოჩნდეს, იმიტომ რომ როგორც წესი მეფეთა, დედოფალთა და ზოგადად სამეფო გვარის წარმომადგენელთა საფლავს აქვს ხოლმე წარწერა, საფლავის წარწერა, ეპიტაფია. ასე რომ ალბათ ამ კუთხით კვლევები გაგრძელდება და მომავალში ან უფრო მეტი სიცხადით წარმოჩინდება, რომ ეს აშოტ პირველი დიდი საფლავია. ან პირიქით. ან გაქართდება ეს ვარაუდი. კი ბატონო, ანუ ჩვენ ახლა დღესდღეობით რაღაც ძალიან დიდი სიზუსტით არ შეგვიძლია ამის თქმა, მაგრამ ეს ყველაზე სავარაუდო ვარიანტია აშოტ პირველის დაკრძალვის ადგილისა. მოკლედ გამომდინარე, ნახოთ, მომავალი აღმოჩენები რას გვეტყვის. დიახ, იმდროინდელი საფლავების შესახებ ვთქვათ, როგორი იყო შეგვიძლია რაღაცნაირად წარმოვიდგინოთ მაშინ საფლავები, იმიტომ რომ დროთა განმავლობაში ბუნებრივია ეს ყველაფერი იცვლებოდა, თუნდაც ნივთები, რასაც მეფეებს აყოლებდნენ ხოლმე ხო გარდაცვალების შემდეგ. აი მაშინდელი საფლავები როგორი იყო? როგორ უნდა მოხდეს იდენტიფიცირება? როგორი ტიპის წარწერას ნივთებს უნდა ველოდოთ? პირველ რიგში ჩვენ ვსაუბრობთ მეფეთა საფლავებზე, ხო მართალია? სამეფო საძვალეზე ვსაუბრობთ. სამეფო საძვალე ამ შემთხვევაში როგორც წესი მდებარეობდა ყველაზე მნიშვნელოვან, ასე ვთქვათ, ეკლესიებში, იმდროინდელ სალოცავებში, კათედრალების ტერიტორიაზე და როგორც წესი საკუთრივ ეკლესიაში იგზავნებოდნენ ხოლმე საკურთხეველთან ახლოს, ანუ რაც შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას ვინაიდან ყველაზე გავლენიან ფიგურებს წარმოადგენდნენ იმდროინდელი საზოგადოების. ამდენად ეს საფლავიც, რომელიც ახლახანს, ასე ვთქვათ, გამოვლინდა, სწორედაც რომ ასეთ ადგილას არის ის იკავებს, კი ბატონო, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მონაკვეთს ეკლესიისა, სადაც უდაოდ ძალიან გავლენიანი ხალხი იკრძალებოდა.
არის გამორიცხული რომ თავად მეფეც. ასე რომ ძირითადად ეკლესიის შიდა სივრცეში. ვიცით კიდევ ვინმე მისი გარემოცვიდან, ვინც შესაძლოა იგივე ტაძარში იყოს დაკრძალული, იმიტომ რომ თუ კი არ არის თქვა აშოტ კურაპალატის ნეშტი და გაძარცვულია, ხო, საფლავი, შესაძლოა რაიმე მიგვანიშნოს და დაგვიდასტუროს ეს ფაქტი. ხო, კიდევ ვინ შეიძლება დაკრძალოს, როგორც წესი, მეფეებთან ერთად დედოფლები იგზალებოდნენ. რაც შეეხება უფლისწულებს ცნობილია მაგალითად რომ აშოტს სიცოცხლეში ყავდა 3 ვაჟიშვილი. დიახ, 3 ვაჟიშვილი. რამდენი ქალიშვილი ყავდა უბრალოდ არ ვიცით, მაგრამ 3 ვაჟიშვილი დანამდვილებით ცნობილია. სამივენი ძალიან გავლენიანი ქართველი მმართველები იყვნენ. ადარნარზე კლარჯეთის მმართველი იყო და პრინციპში შეიძლება ითქვას რომ მან გააგრძელა ძირითადად კლარჯეთში, ანუ იმ ტერიტორიაზე, სადაც ეს საფლავი აღმოჩნდა, მოგეხსენებათ, ეს არის არტანუჯი, ქალაქი არტანუჯი. რომელიც აშოტის პერიოდში მისი მმართველობის მეორე ნახევარში ცენტრი გახდა ქართულთა სამეფოსი, ქართლის, ვინაიდან ქალაქი თბილისი მაშინ არაბებს ჰქონდათ დაკავებული, ხალიფატს ჰქონდა ოკუპირებული და აქედან გამომდინარე აშოტი იძულებული გახდა გადმოსულიყო შედარებით უსაფრთხო ტერიტორიაზე. ეს იყო კლარჯეთი, შავშეთ კლარჯეთის ტერიტორიები, აქვე იყო ბიზანტიის იმპერია, რომელიც მას ეხმარებოდა ხალიფატის წინააღმდეგ ბრძოლაში და აქედან გამომდინარე ის იქ დამკვიდრდა კლარჯეთის ტერიტორიაზე. და იმისი უფროსი შვილმა გააგრძელა მისი მემკვიდრეობა უშუალოდ კლარჯეთის ტერიტორიაზე. და რაც შეეხება დანარჩენ ორ ვაჟს, ბაგრატი, რომელიც მის ნაცვლად ქართულთა მეფე გახდა და კურაპალატი გახდა, ის უფრო ტაოში აგრძელებს მოღვაწეობას, ხოლო გუარამ მამფალი უფრო აღმოსავლეთით, ეს არის სამცხე, არტაანი და ჯავახეთი და მისი მიმდებარე ტერიტორია, ძირითადად აი აქ აგრძელებდა მოღვაწეობას. ასე რომ პოტენციურად იქ შეიძლება დაკრძალული იყოს აშოტის მეუღლე, ან მისი უფროსი ვაჟი და აი ამ უფროსი ვაჟის მემკვიდრეები უფრო. აი ეს არტანუჯელებს წოდებდნენ ამათ, ანუ არტანუჯის მმართველებს. შედეგად მოკლეს აშოტი და შეიძლება ამ ფაქტმაც ერთგვარად შეიცვალა მისი დაკრძალვის ადგილი, შეიძლება და ასე იყო მოულოდნელი რადგან იყო. არა. ნაკლებად, ანუ ის დაიღუპა ქართლთა სამეფოს ტერიტორიაზე, ანუ ტერიტორიაზე, რომელსაც ის მართავდა, ნიკალის ხევის ერთ-ერთ ეკლესიაში, ხალატით, როგორც თქვენ აღნიშნეთ, კი ბატონო. თუმცა მისი ნეშტი, ანუ როიყვიან დაასვენეს იქ, სადაც მან თავად ააშენა ეს ეკლესია. არტანუჯის ტერიტორიაზე, არტანუჯის ყველაზე გამაგრებულ ტერიტორიაზე. ეს არის მისი ასე ვთქვათ, ერთგვარი ცენტრი, ციტადელი, არტანუჯის ქალაქი, არტანუჯის ციტადელი მდებარეობდა ამაღლებულ ტერიტორიაზე, ყველაზე დაცულ ტერიტორიაზე, მოდი ასე ვთქვათ, იქვე იყო განლაგებული სასახლე, იქვე იყო განლაგებული სასახლის ეკლესია, ანუ ეს ეკლესია, რომლის ტერიტორიაზე აღმოჩნდა აღნიშნული საფლავი. ამდენად ესე იგი შეგვიძლია ვთქვათ, რომ დანამდვილებით ამ ეკლესიის ტერიტორიაზე ის დაკრძალული. აღნიშნული საფლავი არის თუ არა ზუსტად მისი საფლავი, ნუ ამას სამომავლო კვლევები გვიჩვენებს. მომავალი 5 წლის განმავლობაში ამ ადგილას კიდევ უნდა გაგრძელდეს არქეოლოგიური კვლევები, როგორც ამას თურქი ისტორიკოსები და არქეოლოგები ამბობენ, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად აქვთ უკვე იმედი იმის, რომ აქ ძალიან დიდი ტურისტული ცენტრი გაშენდება. ბუნებრივია არტანუჯი და ეს ციხე-ქალაქი უდიდესი მნიშვნელობის დასახლება იყო და როგორც დასახლება ამ ხრივაც ძალიან საინტერესოა, თუნდაც სტრუქტურით, მაგრამ საინტერესოა 5 წელში შეიძლება თუ არა რაიმე თუნდაც აი ამ მიმართულებით კვლევების თვალსაზრისით. 5 წელი საკმაოდ დიდი დრო არის არქეოლოგიური ექსპედიციის, როიტყვიან, უფრო ინტენსიურად საწარმოებლად და შესაბამისად ბევრი რამ შეიძლება აღმოჩნდეს 5 წელიწადში იმ შემთხვევაში თუ 5 წლის განმავლობაში გაგრძელდება ეს არქეოლოგიური ექსპედიცია, ასე რომ ველოდოთ კიდევ უფრო მეტ აღმოჩენებს. ქართველი არქეოლოგი რომ ვიყო, ახლა ალბათ ერთადერთი ადგილი, სადაც ვისურვებდი ყოველას დამუშავებას, კი არტანუჯი იქნებოდა ნამდვილად. იმედია რომ იქნება ქართველებსაც ამის საშუალება, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ ამ კვლევებში. ძალიან დიდი მადლობა. ამ ყველაფრის სიცხადეს. დიდ მადლობას გადაგიხდით მობრძანებისთვის.